რა გთხოვდა დაუგზავნო მე მათიას. სივრცეში აუცილებლად სკოლას უნდა გადავხადო მართლობა და თავდადიას ივესალმეში მოსწავლეს პედაგოგად შემდეგ რა თქმა უნდა ჩვენს უნივერსიტეტს რომაის ბატონს დიდმადია ჩემთვის ეს თქვენ წინაშე ყოფნა და არა მარტო ბატონი რეზოს წინაშე არამედ იმ მოსწავლე ახალგაზრდობის წინაშე რომლებიც ვიცის კიდევ რამდენი რეზულტატები გაიზრდება ამ სკოლაში ბატონო რეზო პირველ რიგში მინდა გითხრათ უდიდესი მადლობა იმისთვის რომ თქვენ მაგალითი გზანდებით თუ როგორ ნებისმიერ ასაკში ბავშვობიდან როგორ არ უნდა დაწვიტოს ის ხაზი დაიწესა რომელიც სკოლასთან აკავშირებს ადამიანს და ის რესურსი რომელიც სკოლიდან თქვენ წაიღეთ მთელი ცხოვრება რომ გასაძლებელთ ახლა მომდევნო მადლობა აუცილებლად თქვენ იმ გადაწყვეტილებისთვის თუ კი ბატონმა რეზო დაწერა პირველი წიგნი მე ბავშვობიდან მოვდივარ თქვენ ბატონი რეზო დღეს ბავშვობაში ისევ დააბრუნეთ და განსაკუთრებულად მომეწონა ის ფაქტი რომ ცალკე სპეციალურად მისთვის გამოყოფილი მაგიდა არ არსებობდა სადაც აბრძანებულს ბავშვებში დააბრძანეს და ეს იყო ალბათ მისთვის ყველაზე ბედნიერი სავარჯელი დღეს რომელიც გერგოთ თქვენ აქ თუ შეიძლება ერთი ლექსი მინდა შემოვთავაზოთ რომელიც ჩვენს ქალაქს და თქვენერმა კაცებს ადამიანებს რომლებიც ამ ქალაქში მოყვარდიან და ჩემი ქუთაისი სულტანური ადამიანებით იწონებს თავს ჩემი ქალაქი კაცებით ფასობს რომელთაც საფულეში გული აქვთ წარსულშიც ბევრი ასეთი ახსოვს წლები ისევით რომ გავუვლიათ ჩემი ქალაქი როდია სახელებია უფრო სამთავრო აქ ვაჟკაცები წლებით მოდიან მერტო ეს არ დაამთავრო ციხეებში უფრო მეტი მიკითხავს ვიდრე მინახავს მე ქუთაისი ქუთაისელ კაცს ნუ გამიკითხავ აქვს დაეჯის კაცი თავისი რადგან ღირსებას მე როგორ ვქია და მეში ბევრი ნამუსი ფასობს ჩემი ქალაქი სულ ასეთია მე ქუთაისი ასეთი მახსოვს ჩვენი საკათო მომავალს უნდავს ჯერა წარსულს რომ არ მოსცილდება ქუთაისია ღირსება და ეს არის ჩვენი გამოცდილება სადაც მიწას უღრმეს სიცივს ლურჯი ფერი დააფრენა სადაც ნესტი მოწამეთა ღმერთს უბიდან აფრენია სადაც სიმღერაა ჩემი სადაც ჩემი სინათლეა სადაც სიმშვიდეა ჩემი სადაც ჩემი სიმართლეა ქუთაისში მოგინატრე ნახოს დარდი აბარია ქუთაისი სიზმარია მაგრამ უფრო ზღაპარია